მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 12 ივნისი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ 13 ივნისს იმართება უпростоრად ბრევეთ 300 ქუთაისი. ახლა მე სადგურის მოედანზე ვარ, ჩემი ველოსიპედი ჩავტვირთე მატარებელში, დავიძვრები და გამოვალ ქუთაისში, რომ ხვალე ბრევეთ 300-ზე მივიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ წინა 200 კილომეტრიან ბრევეთზე ვერ შევძერე დაფინიშება ფეხის ტრამვის გამო და ამ ეტაპზე ყველაფერს ვეცდები, რომ 300 კილომეტრი დროულად დავაფინიშო. ესე ჩამოვედით რიონის სარკინიგზო სადგურზე და ახლა მე და ჩემი ველოსიპედი დაუბერავთ ქუთაისისკენ. ესე იგი მივდივარ პალატისკენ. იქ არიან შეკრებილები სანდრო და მაკაშემხდენ წერან რაიონის აჩერებასთან ჩანთას წამოვიდეთ თუმცა კი ბატონო აიღეთ აი ხა მივდივარ მე თეთრი ხიდისკენ სანდრო რა ვახალაში გადასარევად ესე კარგად იშვიათად ვარ ვერო ხო შეგიწვია არა ჩემი ჯართით ვარ კაცი ლეგენდადოთი ვარ ეს კიდე ერთი გოგო ყავს კი არა და ხვალ მონაწილე ერთი გოგო ყავს რომელიც არ არის ხოლმე ჩვენთან ფიტნეს ინსტრუქტორია და პირველ დღეს მონაწილეობას ესეთ რაღაცაში ვაქცამდე მაქსიმუმ 100 უნდა იარო ხო ჩემი ველოვა თხოვე და ჯენსი არა ჩაი სტაპე ის როქსი თუ რაღაც დილამშვიდობის ქუთაისური ბრევეტული დილაც გათენდა, ველოსიპედი გავამზადე. ახლა დავიძვრები თეთრი ხიდისკენ, სადაც მონაწილეები შეიგებებიან და 6 საათზე დავსტარტავთ. წარმატებების უყველას მივდივართ ანაკლიაში, და ანაკლია და ბრუნდებით უკანასო ქუთაისში. საერთო მანძილი არის 300 კილომეტრი, დასაფარი დრო 20 საათი. მოვედით თეთრ ხიდზე. მონაწილეები მიხეილ მოგბრძანდებით ბატონო მიხეილ. კარგად როგორ გამოიძინეთ? კარგად. 3 2 1 პირამიდისა ყველას აბაღაჩამალა აქ მაგრად სურათ, ხილად გაიარე. ერთხელ ესეთი მოვჯექი წინა იმაზე. ხო, მახსოვს. ვიტო, სამი გავასწორე, რა ბედნიერება არის, ჩემი. ძალიან კაი. წერდება ბრევეტი ქუთაისი მივდივართ ანაკლის მიმართულებით 50 კილომეტრი უკვე დაფარულია ახლა სამაგრელოში ვარ მარტოს გამოვწდი და ნელა მივდივარ ჩემთვის ესე წავიდა დაშვება
პირველ checkpoint-ზე მოვედით ბიჭები, როგორ ხართ? აქაც ყოფილა, აი. აბა? ეგ ჩვენია, checkpoint-ი იღებ ხო? არა, ეს ხვაბრევეთის არის. ეს ის არის. იმხელა კონკურენცია საქართველოში და ხვაბრევეთის არის ხო ეს? ბიჭო და სად არის ხა ის? ანაკლიამ დემაკლია 30 კილომეტრი სერიოზულ ხარჯებს ჩამოყარა ხო? მე დას ეხლა სადღაცა ზუგდიდან ძალიან მაგარი აჯაპური მივიდი ენერგიები აღვიდგინე და ვიდივარ ანაკლიამ დამჭა 30 კილომეტრი საერთო მარშრუტზე კი 162 ანაკლიაში შემოვიდი არაერთი ალბათ 7 კილომეტრი აგრა ჩააჭი სიცხე სამოს ემატება ხარი და მოვედით ანაკლის checkpoint-ზე ხალხი წამოწოლილია ლაპარაკობს ისვენებს კარგდროს ატარებენ აგერ ასახემსებელიც გვაქვს იქით სხვა არის და აქეთ რაღაც სასტუმრო იყო ის მეორეც სამოდი დავჭა სენაკის checkpoint-ი და სენაკისკენ მივდივართ 30 კილომეტრი დამჭა სენაკის checkpoint-ამდე და მერე ქუთაის და დამთავრდება 300-იანი ბრევეტით. ესე იგი, ავიღეთ ბოლო checkpoint-ი სენაკში დავჭა 77 კილომეტრი ქუთაისამდე. და დამთავრდება. ანგრადიაში შევჭერდით წეღან. ხოდა შევჭამეთ კარგი ხაჭაპური და კარგი მწვადი. ეხლა 53 კილომეტრი დარჩა ბოლო წერტილამდე. და ჩემი ამოწევი 2 საათში უნდა ჩავიდეს რაიმე არნოთა ჯაში. ძალიან დავიღალე ბოლო კილომეტრებიღა დარჩა. 18 კილომეტრი და დავასრულებ. ამას კილომეტრი დაისამდე. ვიღალე, მაგრამ კეთილს არის კარგი რო. გაუმარჯო. ფასავი კაცი მოვიდა, გილოცავთ, ვაუ, გილოცავ. Mountain man. ვიხარია მეგობარო. როცა ბატონებელი გვეგონა ბახალაში. აბა უცებ დააქივარე. არა. მარტივი იყო ხო? ნორმალია. კარგი კაბაბი, ნამდვილად გემრიელია. ალბათ ხმაც არ უნდა მივხვდეთ სადაც იმყოფებით. ველოსიპედით მეროდება გარეთ, მე ხა მივიდე ენერგიას აღებდა და მე ჩამოდგება ჩემი ბატარებელი და წამოვიდე. აი, ამ წამს ჩამოვდგა. სულ თბილისის ბატარებელი მეც ხა მოვიდი. ჩემი ველოსიპედით და მოვდივარ თორე იმენა წამზე მოვიდი. სიგიჟე. წავედი, ესეც ჩემი ბრევეტ 300-ის ამბავი.